მოგესალმებით მაყურებლებო. დღეს ვთამაშობთ Start Surveys Roblox-ში, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ამბობენ საშიში თამაშია, რაღაცა კითხვებია. ოღონდ კითხვები რუსულად იქნება. რა ვიცი რატო? ერთი ის რა ქვია, მე შევხედავ აკაუნტი თუ რაც იყო ინფოში შევხედავ, რა უნდა შევოცვალო ეს რუსული ენა, ის ინგლისური. კი. ვიცი რუსული ენა. კი. მართლა, კაი დღე მაქვს. დედა წავიდა სადღაც. Обязанности. კი. წავიდე ბებოსთან საბრატ. Огланит мгновение. Вина. Вы знакомы со своим окружением? Территорияс კი. Бля. У вас когда-нибудь была паническая атака? შეშინება? მე ისე არ ვიცი რუსული კაკა. შეშინება კი ყოველთვის მაქვს, ყოველთვის და ვიძინებ გაჩუნდი. Когда-нибудь чувствовали, что у вашем комнате кто-то есть? რა თქმა უნდა ზმა. სიბნელის მეშინია და სიბნელეში თუ დაიძინებ, რა თქმა უნდა შემეშინდეს. Вы сомневались своим существованием? თუ არასწორი უთხრა? Ты веришь, что Бог существует? თქვა რომ შენ ჯერა ხმერთი რომ არსებობს, ვიბოიდი ახლა ხომ თქვი ზმო ყველაფერი იცი სამანჩებზე თუ რა? Отвечайте на эти вопросы по-своему свободно и воле. Да. Вы уверены, да? Мы внимательно следим за они не всегда имеют смысл. Зама кითხე. არ მაგითხებს ეს და მე ამბობს გიგეთ система блядь. У вас когда-нибудь был сон, который казался настоящим реальным? Понимаю, что было трудно отличить. ხომ ასეთი სიბრალეც მე მქონდა. რომ მეგონა ეს სინამდვილეა და შემეზე ის მეშინოდა ყოველთვის ასე მძინავს და ბებოსთან ვარ და ვითომ სკამიდან გადაღვარდი და ის რა ქვია სადღაც მთაზე ვიყავი და სკამიდან გადავარდი და იდევე ბოლო წამს გევიხვიძე და ისე შემეშინდა და კიდევ ერთი მქონდა ის დაბადების დღე ვითომ მქონდა და ბაზი იყო და მე ასე ერთხელზე ახდებოდა დავარტყამდი, მაგრამ ვერ ვასწრები და ბოლოს რომ მიკბინა გევიხვიძე, ასეთი მქონდა კიდევ. ისე მეშინოდა. У вас есть какие-нибудь фобии? მე სიბნელის ფობია მაქვს.
вы чувствуете себя комфортнее в своем комнате, რა თქმა უნდა. კარგად გრძნობ თავს. მე ყოველთვის მაშინია სიბრილის მაინც. Если вы света богатство тебе испугался. Ადრე მე ის რა ქვია, მასე შუქი ჩამეკრო, ანუ მეურვებებოსთან რომ მივდიოდი, მე 8 სართულზე, აი ლიფტი გაითიშა და გაჩერდა და შუქით ჩაქრა. მე ტელეფონი მქონდა ამ დროს და მე არ შემეშინდა უბრალოდ ვინერვიულო, არ ჩავარდეო და ამიღე ტელეფონი, ანუ ვამშვიდებდი ჩემ თავს, იმიტომ რომ მე ძალიან მეშინია სიბნელის, ვამშვიდებდი, შვიდად იყავი, ეს ხომ შუქი ჩაქრა, არავინ ხომ არ მოვიდაო და ის რა ქვია, მე ვიძახე მიშვერეთ და ვიღაცა კაცმა თავის შვილთან გააღო ეს კარი და ის რა ქვია, გააღო ის ლიფტი და მე თქვა ახლა ადიზევით, სადაც რომელიღაც სართულზე, ანუ სადაც მჭირდებოდა ასვლა ბებოსთან. და მე შევხედავ, თუ ისევ გაჩერდა, ისევ გამოგიძახებო. არასრულად მეჭირა. ანა სწორი პასუხი, არა? Вы когда-нибудь задавались вопросом, когда вы умрете? Ну, ახლა ეს კითხვა არის, ვინც არის ის რუსული, ეს კითხვა არის, რომ თქვენ გქონდათ ასეთი კითხვა, რომ თქვენ როდესღაც მოკვდებოდითო. ნუ, მე კი მქონდა. თქვენ თუ გქონდათ. და ხურეთ გარე. მეშინია ძმა. Вы убирали свой стол. Вы убирали свой стол в последнее время. Ну, стол ეს არის მაგიდა. убирали. ანუ არა. მე რა გიხსნით მოსი. არ ვიცი რუსულიდან ქართულად. Открыте папки на вашем столе. Вы из Грузии. Რაფერგე მეიცნო რომ ქართველი ვარ ჯანდაბა. რაფე? Это правда ძმა რა? რაფე? არც მითითება მქონდა რომ ქართველი ვარ. რუსული ენა რომ მქონდა დაყენებული. საიდან ბრო? საიდან? ის მაშინებს. ისეთ სიბნელის მაშინია და ისე. переконда. У вас есть машина мартла. У вас есть доступ по интернету. Ну, ახლა რადგან თამაშობ მე მაქვს ინტერნეტი. У тебя есть враги? Враги ანუ მტრები. მტერი მათემატიკის მასწავლებელია და ჩავთვალოთ, არა. Ну, მოდი ვუპასუხოთ კი. მათემატიკის მასწავლებელი ჩავთვალო. Вы играете на мобильных телефонах, რა თქმა უნდა ძმა. Roblox-ით ვთამაშობ ახლა. Вы часто думали о смерти? რა თქმა უნდა. აი ხოლმე სიზმარი მაქვს, რომ მკვდები და ცრემლები მომდის და. Если бы ты вдруг попал пропал, кто-нибудь пришел бы тебя искать. ანუ თუ შენ რა ქვია გაქრებოდი ან დაიკარგებოდი, ვინმე მოვიდოდა შენს მოსაძებნადო, რა თქმა უნდა ძმა, დედა არ მყავს, ზაიკოები არ მყავს, მამა არ მყავს, გონია რომ ის რა ქვია მარტო ვცხოვრობ, აბა საიდან მაქვს ტელეფონი. მეგობრების შეიძლება თუ ის მოღალატე მეგობრები არ იქნება. დიოძინ, რა თქმა უნდა, ახლა სახში ვარ. მარტო ისინი წავიდნენ. Антиниодзин, ты проверил свою комнату?
ძმა ჩემ ოთახს დავათვალიერებ იქნებ იქ არამე მაცადეთ მაყურებლებო ახლა დავდებ ტელეფონს და შევხედავ იქნებ ვინმე არის იმერავ ისეთი კითხვები არა უკვე შემეშინია კაი მაცადეთ ძმა არავინ არაა ჩემ ოთახში ვისაც ყვილებ შენ ვირო давай ты провели да вы верите что мы живем ну მე ზოგჯერ ასეთი კითხვები მაქვს რომ ჩვენ სიმულაციაში ვარ დედას ისეთი კითხვები დავსვი რომ რა თქმა უნდა არ მიპასუხებდა საი როგორ დაიბადა ღმერთი და სხვა რაღაცები ახარ მახსოვს ეს რა ერთი თვის უკან იყო ნუ კი ვთქვათ რომ მე მჯერა Вы согласны с тем, чтобы за вами наблюдали кто-то, когда вы отвечаете на наши... Уцма, ну мисла, масет კითხვები, ძმა არ იცი რა პერმეშინია? დედას ოთახიც დავათვალიერე, ჩემი ოთახი დავათვალიერე. რა ბებოსთან წავიდე და იქანე დავათვალიერე თუ რა? ბერეკლოჩი. ნუ მაშინებთ. ისეთ მეშინია სიბნელის და ასეთ რაღაც. პოროსი. ნეტ, არა. შეუძლებელია ვინმე რომ მიყურებდეს. Вы когда-нибудь დასაწყისში რომ ამბობდი რაღაცას არ მახსოვს თუ ამბობდი имас ინტუიცია ალბათ ამბობდი Вы когда-нибудь чувствовали что хотите сделать что плохое хотя вы знали что это неверно აი ზუსტად სწორ კითხვებს მისვას ეს ჩემ ტვინშია ძმა ეს თამაში ჩემ ტვინშია რაფერი ცნობს რომ მე ასეთ რაღაცებს ვიფიქრობ ყოველთვის. ანუ მანქანაზე ტაქსი შეზივალთ, ან სხვა მანქანაზე სწრაფად მიდის და მე კარებთან ვზივარ და ასე მინდა, აი ფიქრებში ასე მაქვს რომ უნდა გავაღო, კარი გადავხტე, რომ მოვკდე ძმა. ასეთი მგონია ყოველთვის, ან როცა დაიკო გვერდით არის და გვერდით დანამიდეს მინდა ავიღო და მოვკლა ბოლოს. ნუ ვიცი, მასეთი ხდება მეც. არ გეგონოთ რომ მე მანიაკი ვარ. Если бы ты кричал, кто-нибудь бы услышал. მე თუ ვიყვიროდი, ვინმე გაიგონებდა ქვევით მეზობლებიც მყავს გეიგონებდნენ, აბა ძმა ნუ მოდი ვუპასუხოთ კი მართლა შეიძლება მასე იყოს მე ბებოსთანაც გავაკეთებ ამ თამაშს ვითამაშ ты боишься выстрелов შენ გეშინია ის რა ქვია ეს როლის არა რა რაო ინტერნეტი შეიშტერო ახლა თავიდან უნდა დავიწყო თქვა რომ კაი დავასტობებ ახლა ვიდეოს და თავიდან დავიწყებ კარში არ გვინდა თავის რა ქვია თავის გაჩერება დროის ბევრი დრო გავათანაც არ მიყვარს მას დროის გაჩერება როცა მაგრამ ძმა ეს საიდან გამოიცნო რომ მე ასეთ ანუ აქანე ვცხოვრობ საქართველოში ხო და
და ხო ძმა დავიდან ობაზა და ჩემო მეგობარო ჩემო ოგლანიტეს ნამ ოგლანიუს вы знакомы со своим хоховицей хо у вас когда-нибудь было панической атаки вы когда-нибудь чувствовали что в вашей комнате кто-то есть вы сомневаетесь ანუ სომნივაიზის მე უპასუხე არა ახლოს უპასუხე მე ვერ შეგოგადო რა თქმა უნდა вы боитесь темноты вы ответите по-своему Смотришь, рапега мой сном. Вы уверены? Аргай хосискар. Мы внимательно следим за вашим... я смотрю. Должна услышать. Чартулия видео, чартулия. Რაღაც ხმამე ესმის ჩემს სახში თუ ეს არა ეს თამაში который вас есть какие фобия мак вы чувствуете себя комфортно Tomorrow machine ასეთი კამაში ესლები სვეტ პოგასტი მოდი უპასუხოთ კი არა ამოდი არა უპასუხოთ დახმეს ну იცოდეთ მე სინამდვილეში მიშენია მაგრამ вы когда-нибудь задавали вопросы кого Wat kan er hier ook al? Убери стол последний. А ну, мара. Акана იქნება შენ. ვიზ გრუზი, რა თქმა უნდა, მე საქართველოდან ვარ, აბა საიდან კიდევ, იაპრავ, ედაправდა. მე ხარებს დღეს ინტერნეტო. უასე მათემატიკის მასწავლებელი. აბარაცი ვთამაშობ, ჩემი вы часто думаете о смерти? Если бы... Ага, мёхты. Ведь один. Ты яра виуна тквазма. Не один. Ты порове. მაგარი კითხვები ახლა ვიბერ რითი что მივხვდი უკვე ეს კითხვა ვისოგან что
что за вами наблюдаю, когда вы нет. ვინ უნდა მიყურებდეს? ნაძვის ხეო. ჩემი დაიკოვებიც არა, ვინ უნდა მიყურდეს? ან რა. Вы когда-нибудь чувствуете, что хотите сделать что-то плохое? ეს ხომ ვიცი პასუხი? Да. Вы боитесь выстрелов? Ახლა აქანე გავჩერდით. მე არ მეშინია, მე ხელში მეჭირა იარაღი და მე ვისწავლე. მაგრამ თუ ომი დაიწყო, მაშინ შემეშინება. Რა თქმა უნდა, ვისი უნდა რატომ არ უნდა მეშინოდეს? Нашли человека, который стоит позади вас. Смогу გამისკდა. დიაზი. Выросла. Расла, окей, ვთქვი კიდევ. ძმა ხმა გებიგონე და გული გამიჩერდა ძმა. Он не всегда аудзма. Арაფერი არ გე. Система. ძმა კითხე. უძმა. ერთი რაო? Ваши чувства реальны, а не просто запрограммированы как машина. Да. Ну, вы сегодня скучали? შენ დღეს ის ვიღაცაზე ის ნერვიულობდი კი არა? ელოდებოდი თუ სკუჩალი როგორა ქართულად არ მახსოვს. მაგრამ ხო ჩემი მეგობრები დღეს ხომ შესვენებებია. მაგრამ არავინ არ პასუხობს. სკუჩალი და უხმა არ გავიგოს, იცი რა ფერმეშინია ხმების видели человека, стоящего за... ამის გაღება შეიძლებოდა. ჩებს უკან ხომ არავინ არა. нихуя себе. Видели человека, стоящего окном? Нет. Ну, მე თუ ამას მინახავდი, если есть ли смысл в жизни? ანუ არის რამე საჭირო ამ სიცოცხლეში? მაინც უნდა მოკვდე. მაგრამ შეიძლება რომ რაღაცა გამოიგონონ გამომაგებლებმა თუ ვინც არის. გამოგანობდან და ვიდა არის. ფული, ჭამას, მაჯმა, ბევრი რაღაცა. Чувствовали, что наблюдать особенности. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ გრძნობდი თავს, რომ ვიღაცა გიყურებდა შენ სახლს თუ შენ გეყურებდა. რა ვიცი?
მაგრამ ყოველთვის მე ღამე როცა ძინავს ჩემო ოთახში ყოველთვის არის კარი ასე შემოვნებული და იქანე ხრელი კი არა ნაძვის ხესთან კარია ჩემ ოთახში შესასვლელი და რომ შეხვიდე ჩემ ოთახში ჩემ საწოლში უნდა კიდევ რაღაცა გაიარო ხო მგონია რომ იქანე ვიღაცას ამხელა ის რა ქვია გოგოების ფრჩხილები ჩანს კაი ეს ხუმრობა შავი ხელები ჩანს ხო და მე რომ სარკეს ვუყურებ როცა გახსნილია სარკე ყოველთვის იქანე არის რაღაცა ნივთები ტანსაცმელი და დაკეცილია ტანსაცმელი კაროჩე ხო მგონია თავი რომ იმ ტანსაცმლებში არის ვიღაცა ადამიანის თავი რომელიც მიყურებს მე და კიდევ რაღაცა ვიტყვი ჩემზე ჩემო შიშზე მე ხშირად ვთამაშობ საშიშ თამაშებს Hello Neighbor-ზე არ ვამბობ ჩემთვის ეს Hello Neighbor-ი საშიში არა ვინ თქვა საშიში პირველი ალფა Hello Neighbor-ის ვაფშე ჩემთვის გული ამომივიდა ის გული გამიჩერდა პირველ ალფას რომ თამაშობდი მყვიროდი ბოლო ხმაზე მე არ ვარ მიჩვეული ამ თამაშებზე ამიტომ არ ვთამაშობ ასეთ საშიშ თამაშებს ზოგჯერ ვთამაშობ ხშირად ჩემ გემოზე ვთამაშობ და ჩემ გემოზე თამაშებს ის რა ქვია ყიდულობ და ვთამაშობ მე მაგრამ რომ რაღაცა კრიპიპასტები რომ არის თამაშებში ისიც მემჩნევა რომ მეშინია უკვე Minecraft-ის მოდებს რომ გადმოვიქაშავ ველერებზე და ვთამაშობ და Minecraft-ში მგონია რომ მე ვინმე მიყურებს Так, კი, მასეც მგონია ასე. Ты уже знаешь, кто ты? მასა ინტერნეტი ხომ არ გამომეთიშება. შენ უკვე იცი ვინ ხარ? მე უკვე ვიცი, მე ქართველი ვარ, ალექსანდრე წივწივადე 11 წლის დავიბადე. ის რა ქვია 2014 წელს 18 ნოემბერს ყველაფერი ვიცი ჩემზე. და შენ ამდენი თმა მაქვს თავზე. აი ეს უკვე ხუმრობაა. შეიძლება კი ან არა. იმიტომ მე ყველაფერი არ ვიცი ჩემდანში რა ხდება. ადამიანმა ის რა ქვია, როცა ცოცხალია არის ის მის ორგანიზმში რა არის. შეიძლება კიბო იყოს, ის დაავადება რომ მოკვდეს ტექნობლეიდისავით, ტექნობლეიდისავით რომ კიბო ჰქონდა და მოკვდა. ის მახსენდება. 2022 წელს 30 ივლისს ძმადები ბენითოებშიც უკვე. მე ვიცი ჩემი თავი, ჩემი მოვალეობა компьютерებზე ვარ და ვალებებიდება. Ты знаешь, что происходит? შენ იცი რა ხდება? მე არ ვიცი ვაფშე. რა ხდება ამერიკაში, აფრიკაში, ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ჰიტლერთან, ცაში, ზღვაში, მთაში. კიდევ ვიცი? კაი, ეს უკვე ეს იყო უკვე მეორე. არა, რა თქმა უნდა. აბა თუ ვიცოდე უკვე პირველი ადამიანი ვიქნებოდი ჭკვიანი უпросторად. Вы когда-нибудь слышали страшные необъяснимые звуки в вашем доме ночью?
ძმა ყველაფერი იცის ჩემს სახლში, ყველაფერი იცის ძმა ეს, ამიტომ ქვია ფსიქიატრიული ჰორორი. ძმა, მე როცა მძინავს ყოველთვის მესმის ხმა რაღაცა. ახან ბუზების. ხო. მე მესმის ხმა ყოველთვის ის რა ქვია. აქ არის ამ ოთახში ახლა სადაც წევარ. ხო. ყოველთვის რაღაცა ხმა მესმის. არ ვიცი რაფერი უნდა აუხსნა ეს ხმა. ვითომ აქანე დაყარილია ფანქრები და ვინმე აბიჯებს ასე. ასე აბიჯებს. არა და ვიცი. მამა არა, მამა გემზეა. დედას ძინავს. ნანუკა და ქეთო არა, ჩემი დაიყვები რა, იცო. ესე ისინი არ არიან. იმიტომ რომ ისინი ყოველთვის საწოლშია. საწოლში არიან. ყოველთვის საწოლში. ერთი ქეთუ იღვიძებს ყოველ ხამე და ყივის მამალისავით, ქათამისავით უფრო, კარმამალისავით უფრო სწორია. შეიძლება ვთქვათ კი. მასეთი ხმა მესმის მე. ვიკოგდანებოდ ის ტივალი სოლნი პარა. აი, ამაზე მეუბნები ძმა. საიდან იცი რომ მე სოლნი პარალიჩი მქონდა? ძმა, საიდან? ახლა გიხსნით რაფერი სოლნი პარალიჩი მქონდა. ერთჯერ კი არა, ორჯერ. და ორივე ერთნაირი იყო. კაროჩე, მე ვიზინებ სოლნი პარალიჩი რომ იყო მასე. წელზე ვიზინებ ასე წელი მქონდა და საწოლში და მე თვალებს ვახე, ხელები ხელებს ვერ ვამოძრავებ და მგონია რა ხდება და კედელზე რაღაცა 4 ფეხა პარალელეპიპედია თუ რაცა ძმა. ის 4 ხელი ჰქონდა, 4 ფეხი. და ასე სუსტია იგი ძვალისავით ასე რომ ხელს რომ მოვკიდებ რომ გატყდება, ესეთი იყო. ხო და მე ასე ბრუნდება 360 გრადუსით თავით და მიყურებს მე, აი სახე იყო როგორც ის რა ქვია, Smile Dog-ი რომ არის, Smile Dog-ი. ან Jeff Killer-ი რომ აი მასეთი სახე ჰქონდა და ასე ვუყურებ თვალებში რამდენი რაღაცა 15-10 წუთი მართლა. ხო და მე მახტება სახეზე და მე ავდექი და ყვირი ის რა ქვია ბოლო ხმაზე ძმა. ეს რა საშიში იყო ძმა. ვისაც სოლნი პარალიჩი აქვს, სხვანაირი აქვს რაღაცა. ხო, მე სხვანაირი პარალიჩები მაქვს ყოველთვის სხვა ადამიანები და ვინც ზოგი შენ ასეთ რაღაცას ხედავს, ეს მიხდება. მე მქონდა, რა თქმა უნდა, შენია იქანი არავინ არ გამოვარდეს. чибиджо. Туалетчиц ვერ მოვასწრებ. Если бы у вас сказали правду о вашем существовании, что бы отрицали это в надежде на лучший ответ. ახლა თქვა რომ შენ თუ გეტყვი შენ მართალ რაღაცებს, მართლა ვინ ხარო, მე ის რა ქვია, უარს ვეტყოდი. ცოტა ზარმაცი რომ ვარ. ამაზე ვეტყოდი უარს. ამიტომ არ მიყვარს სიმართლე როცა არის. იმ რომ ამბობენ ზარმაცი, როცა და ამიტომ არ მიყვარს ის დავალებები სკოლის. ვისაც არ უყვარს ის მიხდება. Так, რა თქმა უნდა, კი. მაცა ადრეც
შეიძლება ვერ მივხვდი, იმიტომ რუსული ისეც არ ვიცი ძმა, რა თქმა უნდა მიხდება. ჰაჰა. Sandro, help 9. კი. О, что люди будут думать? Когда я задаю вам вопрос, что действуете, ну, отвечайте. ანუ როცა მე თქვენ რა ქვია კითხვას გისვამთ თქვენ მართლა მასე გვეუბნები რა თქმა უნდა ძმა აგე ვიდეოც გადავიხედა თუ გინდა შეხედი მოიგონა რაღაც ვინი ოდინოკი თქვენ არ ხართ მარტო it doesn't ვინი говорите что загребите машине ყივილი онстанаболит თუ продолжать он почти говорит бозор ну если бы я могла доказать тебя что ты не чувствовал ты был шокирован ხო მიქნებოდი მას ну ამის თარგმანი მე არ ვიცი вы хотите знать правду ხო посмотри Равинара Вау! რა ხდება ძმა? არჩევ გამოვიდა ასეთი თამაში. ხო, რაღაცა გაიგონეთ ჩემს მართალი, სინამდვილე. ახლა იცით რაფერი ვარ მე. მადლობთ რომ შეხედეთ ჩემ ვიდეოს. ახალი წელი მანამ არ დამთავრდა, გეუბნებით გილოცავთ ახალი წელს, კაროჩე. მრავალ ახალ წელს ძალიან ბევრი ის რა ქვია რამე მოხდეს თქვენთან ხო თქვენთან და გისურვებთ წარმატებას კარგად